საქართველოს 60 ქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღიდან დღეს 108 წელი გავიდა. თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეს, ვინ იყვნენ ის მოღვაწეები, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანეს მნიშვნელოვან საკითხში, აღნიშნულ თარიღს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში კონფერენცია მიეძღვნა. ამ თემაზე უფრო ვრცლად სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. შემოგვიერთდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლიისტიკის კათედრის გამგე, თეოლოგიის და ისტორიის დოქტორი, პროფესორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი და თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი მღვდელი გიორგი ვაშალომიძე. მოგესალმებით, მამებო დაგლოცეთ. მოგილოცავთ ეს წარით. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბუნებრივია ვისაუბრებთ საქართველოს მართლმადიდებელი 60 ქულო ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხებზე. დღეს აღდგენის დღე 108 წელი გავიდა. თუმცა მანამდე ჩვენ შესავალ სიტყვაში აღვნიშნეთ რომ კონფერენცია ჩატარდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით და აკადემიის რექტორის პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ძალისხმევით და სწორედ აი კონფერენციის შეფასება მინდა გთხოვოთ. თუ მამა თქვენ მოგესალმებით, მოგილოცავთ. უნდა გითხრათ რომ სასულიერო აკადემია დაფუძნებული არის უწმინდესი პატრიარქის მიერ და პირველ ყოვლისა ულოცავთ პატრიარქს აი დღევანდელ დღეს. რატო? იმიტომ რომ ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა ერთია და აღიარება მეორეა. ავტოკეფალია აღიდგინა 1917 წელს საქართველოს ეკლესიამ, მაგრამ მისი აღიარება თითქმის 70 წლის დაგვიანებით მოხდა და ეს იყო უწმინდესი პატრიარქის აი მართლაც დაუღალავი დიდი ღვაწლის შედეგად და მისი ბატონი როინმე ტრეველი ამბობს ჯიუტი ხასიათი რომ არადა არ დაიხია მოხეული ხასიათი ნამდვილად ესე და დიდი სიყვარულით და მინდა რომ პირველ ყოვლისა მას მიულოცოთ დღევანდელი დღე თქვენი ჩვენც უერთდებით ბუნებრივად და მე მთელ ქართველ ერს არა კონფესიურად მართლმადიდებლებს და წმინდა სინოდს, იმიტომ რომ ყველა მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ეს არის განუზომლად აღმატებული დიდი დღე, რადგანაც ქრისტიანობის საქართველოში ქადაგებიდან საქართველოს რაც ქრისტიანული ქვეყანა ხდება, სულიერი მატერიალური ყოფითი კულტურა სრულად არ ნასაზრდოები ქრისტიანობით. ამიტომაც ვინც ის ადამიანი მიუხედავად თავის ეროვნული კულტურის აღმსარებლობითი ორიენტაციისა, განსხვავებულობისა, ვინც ამ ქვეყნის შვილად მიიჩნევს თავს, ეს არის აი ამ ქვეყნის დიდი დღესასწაული და ყველას ულოცავ და ჩემს სამშობლოს ულოცავ უპირველეს ყოვლისა. ბუნებრივია პირველად პატრიარქის წინამძღოლობით გითხარით. თქვენ მართლაც ბრძანეთ ელისაბედ საქართველოს საპატრიარქოს აი ჩვენი სასწავლო დაწესებულება, რომელიც პატრიარქმა დააფუძნა, საოცარი რამ აი სწავლის და ცოდნის, სწავლის და სარწმუნოების ჰარმონიული სინთეზი არის, ასე რომ ვთქვათ, და ჩვენი აკადემია ყოველთვის ეხმიანება ქვეყნად მიმდინარე ყველა მოვლენას, ისტორიული კუთხით, რაც კი მომხდარა საეკლესიო კუთხით ხომ და ეს იყო სწორედ ამის გამოძახილი, რომ დიდი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. ბარემ ამასაც ვიტყვი, რომ ჩვენი სასწავლებელი აკადემია გახლავთ სასწავლო დაწესებულებებს შორის საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე თავისი აკადემიური მიღწევებით და აი ამ კონფერენცია, რომელიც დიდი მოღვაწეობილი საეკლესიო მოღვაწეები ან ეკლესიის ისტორიის მკვლევრები იღებდნენ მონაწილეობას და ასევე ამ კონფერენციაში ჩვენი სასწავლებლის სტუდენტები იყვნენ ასევე ჩართულები და ისმენდნენ ბუნებრივად ჩართულობას მიანიშნებს ასევე პედაგოგები ამის გამოძახილია რომ როგორც სამეცნიერო დაწესებულება ესე გამოეხმიანება ხოლმე ყოველ დიდ წამოწყებას ეს პატრიარქის კურთხევით ჩვენი აკადემიის რექტორის მამა გიორგის უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით მოხდა ეს და ჩატარდა ეს კონფერენცია და ასევე მინდა გითხრათ რომ ჩვენი როგორც სარწმუნოებითი დამოკიდებულება დღეს 2 საათზე იმართება სიონის ტაძარში დიდი პარაკლისი, სამადლებელი პარაკლისი, რომელიც ავტოკეფალიას ეძღვნება და ასევე იმ დიდი საეკლესიო და საერო მოღვაწეების სულთა საოხად აღესრულება მსახურება, რომელმაც ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში მიიღეს მონაწილეობა. ცოტა ხანძრული გამომივიდეს. მაგრამ გიორგი, თქვენც მინდა გთხოვოთ შეფასება და ასევე ზოგადად რას ნიშნავს ავტოკეფალია ჩვენი ქვეყნის ეკლესიისთვის და როგორ აისახა მისი დაკარგვა ქართველ ადამიანზე, ქართველ ერზე და ეკლესიაზე, აი ამ თემებსაც რომ შეეხოთ. დიახ, ფრიად მნიშვნელოვანი დღე გახლავთ, დღევანდელი დღე, აი მამა გიორგი სწორად ბრძანა არა მარტო ჩვენი ეკლესიისთვის, არამედ სრულად ჩვენი ერისთვის. თავად ტერმინი ავტოკეფალია ბერძნული გახლავთ და ავტოს ნიშნავს თავად, კეფალოს თავს, ანუ ეს ნიშნავს თვითმმართველს, თავად მმართველს, დამოუკიდებელს. ზოგადად ისე თქვენ რომ
აღდგომიდან 50-ე დღეს აღესრულა სულთმოფენობა, რომელსაც უკავშირდება ახალი აღთქმის ეკლესიის დაფუძნება. ამის შემდგომ უკვე როგორც ახალი აღთქმის წიგნ საქმე მოციქულთაში არის გადმოცემული, მოციქულები სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან საქადაგებლად და ისიც ცნობილია ყველასთვის, რომ მოციქულები, რომლებიც აფუძნებენ ეკლესიას, ეს ეკლესიები თავისთავად უკვე არის ავტოკეფალური ეკლესიები, ამას ადასტურებს მოციქულთა 34 კანონი, სადაც ჩვენ ვკითხულობთ, რომ თითეულისა ნათესავის ეპისკოპოსს და უხმს კაცთა მის ნათესავსაც რაითა პირველად და თავად მადდა შეერაცხოს ეპისკოპოსი თვისი, ანუ ამ უწყების თანახმად პირველი ქრისტიანული თემები თავად ირჩევენ ეპისკოპოსს, რაც არის დასტური პირველი ეკლესიის მოციქულთა მიერ დაფუძნებული ეკლესიის ავტოკეფალურობისა. შემდგომში ჩვენ უკვე რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს მიმართებას ამ ყველაფრის მიმართ მოგეხსენება თქვენ, რომ საქართველოს ეკლესიის და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ესეთი გამორჩეულობა გახლავთ ის, რომ უფალი ნებულობს და კვართი სწორედ მცხეთაში დაეფლება. ჩვენი ეკლესია არის ტვირთველი და მფლობელი ამ უდიდესი სიწმინდისა. ეკვიპრიანე კართაგენელი ამბობს, რომ ქრისტეს შესამოსლის ფლობა არ ძალუს იმას, ვინც არღვევს და განყოფს წმინდა ეკლესიას. შესაბამისად, საქართველოს ეკლესია ამ კუთხითაც გამორჩეულია. ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ თავად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო წილისყრის შედეგად ჩვენი ქვეყნის ქვეყანაში ქრისტიანობის ქადაგება, მაგრამ ვიცით ის, რომ ქართლის ესე იგი ქართლის ცხოვრების თანახმად ასევე მოქცევა ქართლისაიც გვაუწყებს ამის შესახებ საქართველოში ჩამოგზანდება არა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ვინაიდან მისი მიძინების ხანა იყო მოახლებული, არამედ წმიდა ანდრია მოციქული, რომელიც ღვთისმშობლის ხატით ჩამოგზანდება საქართველოში და როგორც დაწერილია შესაბამის წყაროში, იგი წმიდა ანდრიამ ხელი დაასხა პირველ ეპისკოპოს აწყურში და ფაქტობრივად შეიძლება აქედან დაიწყოს ჩვენი ქვეყნის ასე ვთქვათ ეკლესიის ისტორია და მათ შორის ავტოკეფალურობისაც. ერთ-ერთი ყველაზე ჩვენ არაერთი წყარო გვაქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უნდა დავასახელოთ აუცილებლად ერთ-ერთი მაგალითად ეფრემ მცირე, რომელიც მე-11 საუკუნეში იოანე თავარაიზზე ავალებს ეფრემ მცირეს, რათა მან გამოიკლიოს ეს საკითხი და ეფრემ მცირე წერს საკმაოდ ფუნდამენტალურ ნაშრომს უწყება იმ მიზეზთა ქართველთა მოქცევისა თუ რომელთა წიგნთა მოიხსენიების, ანუ რომელ წიგნებში, რომელ წყაროებშია გადმოცემული ამის შესახებ უწყება და აი აქ ეფრემ მცირე ასახელებს არა მარტო ქართულ წყაროებს, არამედ უცხოურ წყაროებსაც, მაგალითად ესე იგი მაგალითად ასახელებს ევსევი კესარიელს, ევარგრე სქოლასტიკოს, თეოდორი ტეკვირელს, რომელნიც გადმოსცემენ ჩვენი ქვეყნის შესახებ სწავლებას, ჩვენი ქვეყნის ეკლესიის შესახებ სწავლებას და აი სწორედ აქ არის ნახსენები ის, რომ ჩვენ ქვეყანაში არა მხოლოდ ანდრია მოციქული შემობრძანდება, არამედ ანდრია მოციქულის გარდა ჩვენთან იქადაგა მინიმუმ კიდევ ორმა მოციქულმა, თუმცა არსებობს მატათამ და სვიმოკანელმა, თუმცა იგივე ეფრემ მცირე ამბობს, რომ ჩვენთან იქადაგა წმინდა ბართლომემაც მე-4 საუკუნეა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როცა წმინდა ენო შემობრძანდება და ვიცით, რომ სახელმწიფო რელიგიად ცხადდება ქრისტიანობა, თუმცა წმინდა ნინო არ შემოდის, ასე ვთქვათ, მოუმზადებელ ქვეყანაში ამ კუთხით, ვიცით ჩვენ, რომ ამ დროს უკვე ქართლში არსებობს პირველი ქრისტიანული თემები, აი სწორედ ის მოციქულთა ქადაგების შემეცნება დაფუძნებული პირველი ავტოკეფალური ეკლესიები, თუ შეიძლება ასე ითქვას. შემდგომ მე-5 საუკუნე, როცა ვახტანგ გორგასლის პერიოდში პირველი კათალიკოსობა დაწესდა ზოგადად ქართლში და აქადგან იწყეს კათალიკოსთა მამამთავრობად, ასე წერია ჯუანშერის ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში და შემდგომ ასევე გამორჩეულია ამ კუთხით მე-9 საუკუნე, ეს გახლავთ უკვე გრიგოლ ხანძთელის ეპოქა, როდესაც გიორგი მერჩული ავტორი აი ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ძეგლისა, გულისხმობთ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას, წერს, რომ ღვთისმსახურება, რომელიც იქამდე საქართველოში არ იყო მთლიანად ქართული, ამ დროიდან უკვე მთლიანად ქართული გახდა და იქვე ამბობს, რომ ამ დროს მირონის კურთხევა ეფრემმა მაწყურელმა ქართლს განაწესა და აი ავტოკეფალურობის და ზოგადად ჩვენი ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული წმინდანი გახლავთ წმინდა გიორგი მთაწმინდელი, რომლის ცხოვრებაშიც ჩვენ გვაქვს უწყება
ეხება თუ როგორ დაეჭვდა ანტიოქიის მაშინდელი პატრიარქი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ეკლესიას არ ქონდა უფლება ყოფილიყო ავტოკეფალური, ვინაიდან თითქოს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ქვეყანაში არ ქონდა ნაქადაგები მოციქულებს და აქ წმინდა გიორგი მცირე ავტორი გიორგი მთაწმიდელისა აღწერს თუ როგორ ეპაექრება გიორგი მთაწმიდელი ანტიოქიის პატრიარქს და ვიცით ეს ისტორია მოგეხსენება თქვენ რომ ანტიოქიის ეკლესია დაფუძნებულია პეტრე მოციქულის მიერ, ხოლო საქართველოს ეკლესია ანდრია მოციქულის მიერ, ვინაიდან ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა და გიორგი მთაწმიდელი მას ეუბნება რომ ჩვენს და მოითხოვს ვაჩვენს ეს სამნიშნელოვანია წყაროს ამის დამადასტურებელს წმინდა გიორგი მთაწმიდელი ანდრიას მიმოსვლანი ეს ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი და ძეგლი გახდათ რომლის ავთენტურობაში ეჭვი არც ანტიოქის ეკლესიას და მათ შორის ანტიოქის პატრიარქს ეპარებოდა ვინაიდან ეს წიგნი გამოიყენებოდა მაშინდელ ღვთისმსახურებაში და სწორედ ამ ანდრიას მიმოსვლაში აღწერილია თუ როგორ ჩამოდის ანდრია პირველწოდებული საქართველოში და ამის შემდგომ გიორგი მთაწმიდელი თუ შეიძლება ასე ითქვას იქეთ გადადის შეტევაზე და ეუბნება ანტიოქის პატრიარქს თუ მაინცსა და მაინც მორჩილებაზეა საუბარი ჯერ არს რომ თქვენი ეკლესია დამორჩილოს ჩვენსას რადგანაც თქვენი ეკლესია პეტრეს მიერ არის დაფუძნებული ჩვენი ანდრიას მიერ ხოლო მაცხოვართან პეტრე მოციქული ანდრია მიიყვანა ამიტომაც წოდება ეს პირველწოდებულად ამიტომ უმჯობეს არის წოდებელს დაემორჩილოს მამა გიორგი კიდევ რა საკითხებზე გამოხვალა სამეცნიერო კონფერენციაზე ყურადღება რა იყოს ძირითადი ასპექტები და ამ აღდგენის აგდეც ვისაუბროთ და შემდგომ თქვენ უკვე ერთხელ აღნიშნეთ ამას მოყვა მე უწმინდეს და დიდი მეცნიერების მიერ მნიშვნელოვანი საკითხი რომ სოფლიოს ერთია რომ ჩვენ აღვადგინეთ ჩვენმა ეკლესია მაგრამ მნიშვნელოვანი იყო რომ ეცნო დანარჩენ სოფლიოს დიახ მოგახსენებთ აი მამა გიორგის ნათქვამს ორიოდეს სიტყვით დავამატებ რომ ეკლესიის ისტორია შეიძლება რამოდენიმე ეტაპად გავყოთ პირველი მოციქულთა პერიოდი როცა იქადაგე შემდეგ ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადა ნინო წმინდა ნინოს მოღვაწეობიდან შემდეგ წმინდა ნინოდან მეფე ვახტანგ გორგასლამდე მთავარ ეპისკოპოსი მართავს განაგებს ეკლესიას საეკლესიო კანონების თანახმად პირველ ქრისტიანული თემები ავტოკეფალურად ითვლება რადგანაც იგი დაფუძნებულია მოციქულთა მიერ წმინდა ნინოდან ვიდრე მეფე ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამდე ვახტანგ გორგასლის ეპოქაში განვლესო წლებმა 170 წელი გავიდა 10 მეფე და 13 მთავარ ეპისკოპოსი იყო მაქვს ეს ჩამონათვალი ამაზე კულევაც თუ არა საჭირო ხო არა შეიძლება ისე თქო ზოგადად ივანე იაკობ ხო მოკლედ ამის შემდეგ ვახტანგ გორგასალი უკვე კათოლიკოსის ინსტიტუტს აწესებს პირველი პეტრიარის კათოლიკოსი ხოლო შემდეგ აი ეს მე-11 საუკუნეში ხდება ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო ცვლილება კათოლიკოს პატრიარქის ინსტიტუტი შემოდის ამ ყველაფერს რატო გიამბობთ აი პატრიარქის ინსტიტუტზე მაინც მინდა რომ ყურადღება გამახვილოს 1811 წლამდეა ვიდრე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია არ გაუქმდა. აღსანიშნავია რომ რომის იმპერიაში როგორც იყო ტრადიცია რომ ესა უზარმაზარი ტერიტორია ევროპა, აზია, აფრიკაში გადაჭიმული 100 მეტი პროვინცია, 13 დიოცეზი და ეკლესია მოიპოვებს ქრისტიანული ეკლესია სახელმწიფო რელიგიის სტატუსს, ნახეთ პატრიარქის ინსტიტუტი წესდება და ყალიბდება. და დიპტიხი იყო იმჟამად რომის ეკლესიაში პირველ ყოვლისა რომი, შემდგომ კონსტანტინოპოლი იხსენიება მოგვიანებით, ალექსანდრია, ანტიოქია, იერუსალიმი. საქართველოს ეკლესია როდიდან ხდება ამ დიპტიხის შემადგენლობაში. მე-11 საუკუნიდან საქართველოს ეკლესიას კათოლიკოს პატრიარქი მართავს და ამის შემდეგ უკვე მსოფლიო ეკლესიის პრაქტიკაში შემოდის, რომ მე-6 ადგილას იხსენიება საქართველოს ეკლესია. ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ მე-11 საუკუნია ეს, მე-11 საუკუნიდან შუა წლებიდან უკვე რომის ეკლესია აღმოჩნდება ამ საერთო დიპტიხიდან მიღმა და საქართველოს ეკლესია ფაქტობრივად მე-5 ადგილზე უნდა იყოს. ამასაც გეტყვით, რომ მე-15 საუკუნეში ფერარა ფლორენციის საეკლესიო კრებაზე საქართველოს ეკლესია ინარჩუნებს ამ ადგილს და ჩამონათვალიც არის პირდაპირ რომ რომის საყდარი, კონსტანტინოპოლის საყდარი, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის და მცხეთის იგივე სვეტიცხოვლის საყდარი. რაც რომ რომის ეკლესია ჩამოშორდა ამ საერთო დიპტიხს, უნდა გითხრათ რომ აი უკვე რუსეთის ეკლესია, რადგანაც თათარ-მონღოლები არიან შემოსეული, რადგანაც უფრო გაძლიერებულია რუსეთი და რუსეთი არის ასე მიჩნეული რომ იგი არის დაამცველი საქრისტიანოსი, რუსეთის ეკლესიას სურვილი აქვს რომ აღმოჩნდეს და იყიდა კონსტანტინოპოლის ეკლესიიდან მაპატიათ რომ ეს არის ადგილი რომ ალექსანდრიის ეკლესიის შემდეგ ყოფილიყო მაგრამ ანტიოქია და იერუსალიმს ვერ გადაახდებოდა ამიტომაც
მეხუთე ადგილი საქართველოს ეკლესიის წინ აღმოჩნდა რუსეთის ეკლესია. გავაგრძელოთ ახლა და გეტყვით, რომ 1811 წელს საქართველოს ჯერ საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაუქმდა, ალექსანდრე პირველი იმპერატორმა საქართველოს შეიერთა და საინტერესო მიმართვა ალექსანდრე იმპერატორისა კათოლიკოს პატრიარქ ანტონისადმი. რადგანაც თქვენი სამეფო ჩვენ სახელმწიფო შეუერთდა, მართვა-გამგეობა შეიცვალა, ამიტომაც თქვენი ეკლესია უნდა დაექვემდებაროს რუსეთის უწმინდეს სინოდს. ოღონდაც მე გითხოვთო თქვენ ამ სამსახურიდან, მართვა-გამგეობიდან, ოღონდაც თქვენ შენარჩუნებული გექნებათ პატრიარქის სტატუსი და ამავე დროს თქვენ იქნებით რუსეთის სინოდალური კანტორის წევრი. ნახეთ რა საინტერესოა, პეტრე პირველის დროიდან რუსეთის ეკლესია ავტოკეფალია ფაქტობრივად აღარ აქვს. რუსეთის ეკლესიას მართავს არა პატრიარქი, არამედ იმპერატორს დაქვემდებარებული სინოდი, ობერ-პროკურორია ხელმძღვანელი და სადედაქალაქო მიტროპოლიტები პეტერბურგის, მოსკოვის, კიევის და ასევე ნიჟნი-ნოვგოროდის მიტროპოლიტები და საქართველოს ეკლესიის საჭიროთმყოფელი ყოფილი შეიყვანეს ამ სინოდის შემადგენლობაში. ესეთი სავალალო მდგომარეობა და მოკლედ 106 წელი 1811 წლიდან დაიწყო საეკლესიო რეფორმები, საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობა სრულად შეიცვალა და 1811-დან 17 წლამდე 106 წელი გავიდა 17 ეგზარქოსი მართავს საქართველოს ეკლესიას. პირველი იყო ვარლამ ერისთავი, დანარჩენები იყვნენ რუსი ეროვნების წარმომადგენლები. ცნობილი პიროვნება თეოფილაქტე რუსანოვი, რომელმაც ესე ცნობილი ფაქტია, რომ შეურაცხყო წმინდა ნინოს საფლავი და მისი ისტორია ცნობილია, რომ გაშეშდა იმ ადგილასო და ამ მდგომარეობაში ძალიან ცუდად დაასრულა. ასევე მან დაიწყო საეკლესიო ქონების ინვენტარიზაცია. ამას მოყვა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა, მინდა გაგახსენოთ, დასავლეთ საქართველოს აჯანყების aalში გაეხვა იმერეთის აჯანყების სახელით არის, თუმცა კი საეკლესიო ჯანყი, ცერკოვნი ბუნტი სახელით იხსენიება და აი სავას ამაზრზენი მდგომარეობა, ეგზეკუცია ჩააყენეს საქართველოს ეკლესიაში რუსეთის იმპერიის цаრისტული წარმომადგენლებმა და სულ ყველაფერი ქართული ტრადიციული რაც კი იყო გაუქმდა, ეკლესიები გადაღებეს, დაანგრიეს რუსულ ყაიდაზე, დაიწყეს მშენებლობები და ასე შემდეგ. აი ქართველ მამულიშვილთა საუკუნოვანი ღვაწლი რომ ეკლესიის ავტოკეფალია აღდგეს განსაკუთრებულად უკვე მე-19 საუკუნის ბოლოს მიეცა დიდი ასე რომ ვთქვათ რეზონანსი წმინდა ილია მართალი როგორ მიმართავს წერილობითა დასაბუთებულად და ასევე ქართულ მამულიშვილთა დიდი ღვაწლი არის გაერთიანებული მამულიშვილები რომ იქნებ ეკლესიის ავტოკეფალია აღდგეს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა საფუძველი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისა ამ დიდ ბრძოლაში ჩაბმული არიან როგორც საერო ასევე საეკლესიო მოღვაწეები ცნობილი დიდი მამულიშვილები წმინდა ალექსანდრე ოქროპილიძე რომელიც წმინდა ილია მართლის მოძღვარი გახდათ მას აფხაზეთის მეორე გამაქრისტიანებელს უწოდებენ ასევე გაბრიელ ქიქოძე ეს დიდი მამულიშვილი წმინდა გაბრიელ ქიქოძე იღწვიან და განსაკუთრებულად დიდი ღვაწლი წმინდა კირიონ საზაგლიშვილმა დასთო ასევე ამბროს ხელაიამ რომლებიც გასახლებული იყვნენ საქართველოსდან ავტოკეპალისტების სახელი ეწოდათ 1000 ცილი დასტამეს ნიკონი ეგზახურსი თითქოს მათ მოკლეს ესეთი ვერსია იყო გაასახლეს და ისე მოხდა რომ აი ლეონიდე ოქროპილიძე რომელიც საქართველოში არის მისი უშუალო ძალისხმევით 1917 წელს მოხდა ეკლესიის ავტოკეფალიის განახლება გამოცხადება თუმცა კი მანამდე 1906-7 წლებში წინა სინოდალური ორი საეკლესიო პეტერბურგში კირება ჩატარდა სადაც ალექსანდრე ხახანაშვილი ალექსანდრე ცაგარელი ნიკომარი საერო მოღვაწეები ხოლო კირიონ საზაგლიშვილი და ლეონიდე ოქროპილიძე საეკლესიო მოღვაწეები იღებენ მონაწილეობას წმინდა ამბროს ხელაია ეხმიანება და ანუგეშებს და რჩევებს აძლევს რა მოსაზრებებით გამოვიდნენ ამ სინოდის ხდომაზე თუმცა კი ეს ყველაფერი უშედეგოდ დამთავრდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე წინააღმდეგობა იყო ძალიან დიდი შემდეგ ბურჟუაზიული რევოლუცია ეგრეთ წოდებული მოხდა რუსეთში საქართველოს ეკლესიის მესვეურებმა 1917 წლის 12 მარტს ძველი სტილით დრო აი კარგი დრო ნახეს და გამოაცხადეს განახლებულად ეკლესიის ავტოკეფალია და დროებით მართველად პატრიარქის არჩევამდე სათავეში ჩაუდგა მას ლეონიდე ოქროპილიძე ხოლო საერო და სასულიერო პირთა ერთობლივი
კომისია მართავდა საქართველოს ეკლესიას. ესეც უნდა ვთქვათ, რომ იმჟამად დაიწყო რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის მსოფლიო მასშტაბით გაბითურება, რომ არ ეღიარებინათ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. საქართველოს მოსახლეობას მიმართავდნენ წერილობით, რომ საქართველოს ეკლესია, რომელმაც გამოაცხადა ავტოკეფალია, ეს ხალხი არამართებულ ორიენტაციას, წვალებლობად არიან შერაცხილნი. ასევე უნდა გითხრათ, რომ 1953 წელს როგორც იქნა რუსეთმა აღიარა, თუმცა კი ეს აღიარება იყო მხოლოდ და მხოლოდ ნომინალური, რეალურად იცით რა მდგომარეობაა ეკლესიაში და 90 წელს ამით ვამთავრებ 90 წელს წაღან თავიდან მივთქვი რომ უწმინდეს პატრიარქის ილია მეორის ძალისხმევით მრავალწლიანი მისი მონდომებით და ღვაწლით და ასე რომ ვთქვათ ჯიუტი და იმითი გახდა შესაძლებელი ჯიუტი ღვაწლით და ჯიუტი მუშაკობით რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს შეიძლება ვთქვათ ეცნო დიმიტრიოს კათოლიკოს პატრიარქს ესა და უნეტ არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ორი დოკუმენტი გადაეცა მაშინ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება და ასევე საქართველოს ეკლესიის მართველი ინსტიტუტის კათოლიკოს პატრიარქის და მამა გიორგის რომ თხოვოთ თუ შეიძლება რომ აი ამ ორი საბუთის მნიშვნელობა რომ შეაფასოთ და პატრიარქმა არაერთხელ ვისაუბრეთ რომ სწორედ პატრიარქის თანმიმდევრული ღვაწლით და ძალიან მრავალწლიანი შრომითა და მოღვაწეობით გახდა შესაძლებელი რომ ეღიარებინა სოფლიო საპატრიარქოს და ასევე ადგილობრივ ეკლესიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აი ამ აღიარებას რა მნიშვნელობა ჰქონდა რატომ იყო ასეთი მნიშვნელობა შეიძლება ერთგვარად მისი დიდი წინაპრების პატრიარქების და მთავრობის და გლობთარობის გზა დააგვირგვინა და აცნობინა სოფლიოს ანუ აბსოლუტურად სოლარბზანეთ რომ ავტოკეფალურობის დაკარგვა და შემდგომ აღდგენის თქვათ პროცესი არის რამდენიმე წლიანი ფაქტობრივად ნახევარსაუკუნოვანი ისტორია რომელიც სოლარბზანეთ და სწორად ითქვა რომ დააგვირგვინა ჩვენმა უწმიდესმა და უნეტარესმა რომელმაც საბოლოოდ მოდით ესე ვთქვათ აიზულა თუ შეიძლება ასე ითქვას მაშინდელი კონსტანტინოპოლის საპატრიარქო რომ ეღიარებინა და აღიარა კიდეც მან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა ამას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს ჩვენი ქვეყნისთვის ვინაიდან მოგეხსენება თქვენ რომ საქართველოს ეკლესია არის ქართული კულტურის ქართული ხელოვნების ზოგადად ქართველის ტიპაჟის ჩაუმყალიბებელი თუ შეიძლება ასე ითქვას საღვთო განგებულება და თავის დროზე აი თქვა აქ რომ როცა ჩვენ დავკარგეთ ავტოკეფალურობა ეს არ ნიშნავდა მხოლოდ ეკლესიის დამოუკიდებლობის დაკარგვას ეს ნიშნავდა ქართველი ერის ანუ ამან შემდგომ გამოიღო ძალიან მძიმე შედეგი ჯერ რუსული ენა დაინერგა ღვთისმსახურებაში რამაც ფაქტობრივად ქართველი მრევლი დააშორა ტაძარს და ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე ვითარება ამ კუთხით თავად რუსეთშიც აი მამა გიორგი ბრძანებდა რომ უკვე საქართველოს პატრიარქი რუსეთშიც აღარ იყო 1721 წელს ობერპროკურორობა დაწესდა იმპერატორმა პავლემ პეტრემ უკაცრავად გააუქმა ეს და ობერპროკურორს ანუ ეს იყო საეროპირი ფაქტობრივად რომელიც განაგებდა მაშინდელ ეკლესიას რა თქმა უნდა ეს ყოველივე უცხო იყო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ამიტომაც იყო რომ ამ ბრძოლას შეუერთა ყველა თუ შეიძლება ასე ითქვას ყველა ფენა ჩვენი საზოგადოების მათ შორის ისეთი პოლიტიკური პარტიები და მოძრაობებიც კი რომელიც ეკლესიასთან არ იყვნენ თლად დადებით დამოკიდებულობაში მაგრამ მათთვისაც ეს მოტივი ეს ეროვნული მოტივი ასე ვთქვათ ამ ჭრილისა ძალიან მნიშვნელოვანი გახდათ რაც როგორც უკვე აღინიშნა დაგვირგვინდა იმით რომ აგერ უკვე 35 წელი გავიდა აღიარებიდან წელს ხო აღიარა თავად კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და დღემდე ჩვენი ეკლესია არის ავტოკეფალური ძალიან დიდი მადლობა გილოცავთ კიდევ ერთხელ